დაბრუნდით პირდაპირ ეთერში და როგორც დაგპირდით, საუბრობთ საქორწინო ფესტივალზე, რომელიც პირველად ტარდება საქართველოში და როგორც მისი ორგანიზატორები გვპირდებიან, იქ თქვენთვის ძალიან ბევრ საინტერესო იდეას აღმოაჩენთ. მოკლედ, წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს. დადუ თადუმაძე, დიზაინერი და ფესტივალის ორგანიზატორი. დიზაინერი აკა ნანიტაშვილი, ეკა გელოვანი, სალომე აბესაძე, ნესი ციკლაური. ამ ადამიანებზე ცალკე ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ეს ადამიანები გახლავენ ჩვენი საახალწლო სტუდიის შემოქმედნი, რომელიც თქვენ ძალიან მოგწონდათ. აკა ნანიტაშვილი მოგახსენეთ, ანუკა მურვანიძეა ჩვენთან ვიზაჟისტი და სანდრო ცისკაძე და ვაკო ღონღაძე საქორწილო კოქტეილებს შემოგთავაზებენ. ბიჭებო, შეგიძლიათ იმუშაოთ თან და შემდეგ კითხავთ რას აკეთებთ, ხო? მანამდე ზოგადად ვინ დავიწყოთ ფესტივალს კი მაშინ დაიწყეთ და მოგიბრუნდებით ქრისტინა ახლავე. დადუ. ისე შენაირი პატარძალიც ორიგინალური იქნებოდა. შარლი და პიჯაკით. რატომაც არა. კი, ეს მე მივხვდი რომ შენ ჩაიფიქრე ეს მესიჯი რომ გადაკეცა მაყურებელს. შენ ამას მიყავდი. ზოგადად იდეების დეფიციტი ქორწილების მხრივ რო გვაქვს, ამას მე მგონი დავა არ უნდა, იმიტომ რომ თითქმის ყველა ქორწილი ერთმანეთს გავს. ამიტომ გადაწყვიტეთ ამ ჩვენ მივხვდით რომ მოთხოვნა იყო ამაზე. ეს არის მეიდან ჯგუფის მიერ ინიცირებული ფესტივალი. მე წარმოვადგენ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამ ჯგუფს, ვარ ორგანიზატორი. და ჩვენ გვიდოდა გავუკეთებინა რაღაცა ახალი. თემა იყო ეს საქორწინო თემა, რაც ყოველთვის ისეთია, საზეიმო, სადღესასწაულო და უბრალოდ ჩვენ გვიდოდა რომ ეს ყველაფერი გავუკეთებინა რაღაცა სხვა კუთხით, როგორ შეიძლება გააკეთდეს ქორწილი, რომ იყოს ფესტივალი ადამიანის ცხოვრებაში და არა ვალდებულება ან აუცილებლობა, რომელიც რაღაც ჩარჩოებში არის ხოლმე მოქცეული, ისე რომ ადამიანები ვერაცნობიერებენ ამას და ნერვიულობენ, არის სტრესი. და ჩვენ დავპატიჟეთ ამ ღონისძიებაზე, ამ ფესტივალზე რამოდენიმე კომპანია, დაახლოებით 45, ვფიქრობ, ნომერ პირველი კომპანიები თავის სფეროებში და ვთხოვეთ გამოეხატათ თავისი იდეები, რას ფიქრობენ ამ საქორწინო თემებთან დაკავშირებით. და ესე მიუდექით გააკეთეთ არა ის, რისი მოთხოვნაც არის, რასაც ვხედავთ, არამედ ის, რაც გინდათ რომ იყოს, რისი მოთხოვნაც გინდათ რომ იყოს, რასაც ფიქრობთ რომ ძალიან კარგია, რასაც ფიქრობთ რომ ლამაზია, რასაც ფიქრობთ რომ ახალია და ძალიან მოეწონათ ეს ყველაფერი. და ყველა კომპანია წარადგენს საინტერესო ინსტალაციას, ზოგი დეკორაცია, ზოგი ინსცენირებულია, ზოგი ესე ხმაურობს. და ჩვენ მოვარგეთ სხვადასხვა კომპანიები, რომელიც საქორწინო თემებთან არის დაკავშირებული, ეს არის დიზაინერები, ივენტ კომპანიები, ტურისტულები, სასტუმროები, საიუველირო კომპანიები და ყველა თავისებურად რაღაცას აკეთებს. ოღონდ სავალდებულო იყო ბჭყალებში, რომ ეს ყოფილიყო განსხვავებული დაშტამპული შაბლონისგან, რაც არსებობს საქართველოში. ჩვენი მთავარი მოთხოვნა და ერთადერთი იყო ის, რომ კომპანიებს და ადამიანებს ვთხოვთ, რომ გააკეთეთ რამე იდეალური, რაღაც ესეთი კრეატიული იდეა წარმოადგინეთ, რომ ანუ რიჟისის თქმა გვინდა ამით, რომ მთავარი არ არის დახარჯვა 100 მილიონი, რომ იყოს რაღაცა განსხვავებული დღე. მთავარი არის კრეატიული აზრი კონკრეტულად მიმართული იმ ადამიანებზე, ვისაც კეთდება ქორწილი. აიკო, გახსოვს ჩვენ რო გქონდა სტუდიაში რომ მოვყევით ამბავი, როდესაც რაგბის მოედანზე გადაწყვიტა წყვილმა ქორწილის გაკეთება, მორაგბეები, ანუ სიძის მხარეს მაყრიონი. ჩვენ პირველი კოქტეილი მზადდა. დიდი მადლობა. მადლობთ. ესე იგი, სიძის მხრიდან მაყრიონი იყო ეგრეთ წოდებულ შორტებში და ბაფთით და გოგონას ეცვა საკუთარი მეუღლის სავარჯიშო ფორმა და ფატა ეკეთა. და ეს ქორწილი იყო ნამდვილად იმ პერიოდის ყველაზე ესეთი განხილვადი თემა და მისაბაძი იყო, ასე ვთქვათ. და აი ეს ფესტივალი არის ამისი გაგრძელება და საწყისი, ასე ვთქვათ. მინდა გითხრათ ახალი თაობა ვინც მოდის, ყველა ცდილობს რომ რაღაცა მოიფიქროს ხოლმე, რომ რაღაცა განსხვავებული კონდეს. ზოგი ბუნებაში გადიან, აი ესე სპონტანურად რაღაცას მოიფიქრებენ და ამაზე არის მე ძალიან დიდხანს ლაპარაკი, იმიტომ რომ ეს იწვევს აღფრთოვანებას, უნდათ რომ მიბაძოთ და ისედაც ძალიან ლამაზი, ან რაღაცებს ფიქრობენ რომ დააღვიოს ტრადიციები, რომელიც აღარ უნდათ რაღაც ახალი საინტერესო განახლება
განახლებული და არაორდინალური და ის ყოველთვის უფრო გამახსოვრდება, უფრო გრჩება, უფრო არის ხოლმე სალაპარაკო განხილვის თემა და შეიძლება გაკეთდეს ელემენტარული აქსესუარები, რომელიც იქნება უბრალოდ დასამახსოვრებელი, ანუ გრძნობიარე, სენსიტიური, დაუშვათ სტუმრებს დაუნრიგო რაღაცები დაიწეროს, ტექსტები, მესიჯები, დასამახსოვრებელი. ანუ ეს არის ზეიმი ადამიანის ცხოვრებაში და არა რაღაცა რა თქმა უნდა, ისეთი შემთხვევებიც არა ის რომ ერთი და იგი პატარძალმა იფიქროს იმას, ეხა ცხელებს როდის შემოიტანენ დააგვიანდა ცხელებს დააგვიანდა. აკა, ქონია ესეთი გამოცდილება? იშვიათად, მაგრამ მქონია. მე ძირითადად საქორწილო ესეთი ტიპის კაბებს ვკერავ არასტანდარტულს და ვცდილობ, რომ ჩემს მომხმარებელს შევთავაზო ესეთი ტიპის კაბები. რა თქმა უნდა, კი ესეთი თამამი ადამიანები მყოლიან, გამიკეთებია ჩემი ყველასთვის ცნობილი პრინტიანი კაბა, რომელზეც იყო გამოსახული ძველებური დიდი ფოტო ქორწილის და როზიანეს ყველა ერთად აი ამ მეფე დედოფლის ირგულიო ძალიან საინტერესო კაბა გამოვიდა სხვათა შორის. არიან ესეთი ადამიანები, ვინც თქვა ბედავენ და კი არა ვინც მოდიან რომ აი ჩემთან იმიტომ რომ ესეთი რაღაცა იდეა შევთავაზო და მართალია იშვიათად რაიმე ესეთ ძალიან ორიგინალურ ქორწილში აი საქართველოში ან საქართველოს პარტიის არ ყოფილვარ. აი ეხა მინი გამოკითხვა რა მდგომარეობა გვაქვს შენ გაგიკეთებია გიმუშავიან თუ ყოფილხარ არა ორიგინალური ქორწილი გაგვიკეთებია კი ბევრი არა ისეთი ნუ აი ყველას რო არა კაი მე მქონდა მაგალითად ძალიან ორიგინალური გადავყვევით ყვავილებს და მაგალითად ტორტი არ მქონია საპატარძო ტორტი არ მქონია ეს იმიტომ რომ დაგავიწყე იმიტომ რომ იყო ყველაფერი ყვავილებით მაგიდაზე არ მქონდა არანაირი საჭმელი არანაირი ბოთლი არ მდგარა მაგიდაზე იყო მარტო ყვავილები და მეუღლე მართვა ყვავილები არა მოგისაც ძალიან უყვარს ყვავილები და რა თქვეს არა არ იგრძნობოდა არა ნეფე პატარძლის მაგიდაზე პატარძლის არა აუცილებლად იტყოდნენ ხა რა გაუჭირდა აი გადაილაპარაკა რა არის ხა იმის შვილიშვილი ასე უნდა კაი ბები ამისი ამას ვერ მოესწრო რა ლამაზი არის ძალიან დიდი მადლობა ძიხოვენ იქიდან ყურადღებას ფაქტია ყურადღება მე და ანუკას კარგი ზოგადად ანუკა ნოვატორია საკუთარ სფეროში ეს არის ფაქტი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროფესიონალი მაგრამ ბაიკო მოიხედა კოსმიური დანადგარი მოიტანა ისე აკეთებს მაკიაჟს რომ სახეს არ ეხება საერთოდ ეხლა მოგვიყოს თვითონ რა არის ეს ყურადღება და პირველად ხედავ ეს რამეს ანუკა ხათშებს მე გამომიწია ჩემს თავზე ოღონ არა საქართველოში და არცად საქართველოში არ მინახავს ასეთი რამ ეს აეროგრაფი ძალიან ესეთი მოდაშია უცხოეთში ამით გაკეთება საქორწილო მაკიაჟის ფოტოშორის ტელევიზიებში ძალიან კარგად მოიხმარენ ამას და აქ რაც მე ძალიან მომწონს მალე კეთდება არის ფაქტიურად არ ეხები ადამიანს და რაც თავია მდგრადია და დიდხანს შეიძლება როგორი ჰიგიენურია არაჩვეულებრივად და თავარია აქ საოცარი ჩtildeები და ბრონზინგები და ეს რაღაცა თან საქმე რა თქმა უნდა ეხლა აი ხო ტონი წაუსვი უკვე ბრონზინგები გავაკეთე და ეხლა ვაკეთებ სულ მცირეოდენ პერლამუტრს აი ესეთი მოძრაობებით პირველად ხედავ ისეთი სასიამოვნოა რა თავარია ჩtildeები რა ხდება აი აქედაც ცოტა ისე ნაზად მამაზად გავაკეთებ და გამოდის ძალიან ისეთი კარგი ეფექტი ფოტოზე გამოდის არაჩვეულებრივი ეფექტი ეხლა რა მაინტერესებს პატარძლისთვის თავარია რომ მაკიაჟი იყოს მდგრადი იმიტომ რომ 350 კაციანი ქორწილი თუ ყველა უნდა გადაკოცნოს რომ მოგილოცოს მდგრადია ესეთი მაკიაჟი კი მდგრადია და მეცაც გეტყვით წყალსაც თუ შეასხოთ არაფერი არ მოვა ანუ შამპანური რო გადაესხათ შემთხვევით არაფერი არ მოვა ტორტს რო აზდელენ მაინც არა მაინც არის შეება მე ხანუ რა თქმა უნდა ეს უკვე ირონია მაგრამ თავისთავად არის ძალიან კარგი ტექნიკა და აი ხა ეს არის უკვე საქართველოში ინოვაცია და იმედი მაქვს რომ ბევრი პატარძალი ასე ვთქვათ ამას გაიკეთებს იმიტომ რომ ძალიან დიდხანს გიჩერდება სახეზე ეგრე კარგი ბიჭებთან უნდა გადავინაცვლო ბიჭებო როგორც წესი ქორწილში უფრო მოთხოვნადია თამადა და არა ბარმენი ეს გწყინთ თუ არა არა ქორწილებში მაგრამ ნუ ვიმედოვნებთ რომ თანამედროვე ქორწილებს უფრო გაალამაზებს ბარმენი და დაუშვათ ვფიქრობ რომ ძალიან კარგი იქნება კოქტეილებსაც თუ იყოს რა ცუდი არის ქორწილში მანდარინის მოხიტო საქართველოს ჯერჯერობით ნაკლებად მაგრამ კარგი იქნება თუ
ბავშვად დააგემოვნებს თუნდაც ნეფე პატარძალი ხომ კოქტეილებს. ანუ ხო არ არის მთავარი რომ დათვრე და ძალიან ანუ მეორე დღეს ნაბახუსებზე დაუშვიდა. ამიტომ კოქტეილი მსუბუქი სასმელია და ძალიან კარგი იქნებოდა. ფიქრობ. ხო, ну თუ ძვირი არ დაუჯდებათ მაგ შემთხვევაში, იმიტომ რომ ერთი ბოცა ღვინო უფრო კი, ანუ ერთი ბოცა კოქტეილი. არც ესე არ არის მაინც ამაინც, ანუ ზოგადად კოქტეილი არც ესე ძვირად ღირებულია, რამდენადაც საქართველოში გონიათ. ანუ ძალიან მარტივად მე გეთანხმები, უბრალოდ ეს გავრცელებულ აზრებს გახვევთ თავს. რა მაინტერესებს ზოგადად ქონია გამოცდილება, როდესაც აი მაგალითად გთხოვეს რომ გარკვეული შოუ მოგეწყო ქორწილში. კი, ანუ ყოფილა ანუ მოთხოვნა არის ასეთი ორიგინალურ სულ რამდენიმეჯერ ქონია ესეთი შემთხვევა, მაგრამ ნუ ყოფილა. როცა ანუ ბარმინული შოუ გაგვეკეთებია, კოქტეილები გაგვეკეთებია ძალიან დიდი რაოდენობით და ყოფილა თანამედროვე ქორწილი საქართველოში, ნუ მოხარულები ვართ რომ ამ ქორწილში ვიღებდით მონაწილეობას. ძალიან გემრიელი არის. მართლა ძალიან გემრიელია და მოდი მე ყვავილებზე მინდა კითხო კიდე. ნესტანს და გოგოებს, რომლებმაც კიდე ერთხელ მადლობა უთხრა, რომ აი ეს ორი კვირა ვიყავით არაჩვეულებ ატმოსფეროში და ვიზუალში, აი საოცარი სილამაზე იყო ჩვენ სტუდიაში. ყვავილებს ძალიან დიდი ფუნქცია აქვს ქორწილში. ძალიან დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი რამ შეუძლია ატმოსფეროს შექმნას და ფერით და რა ვიცი მე ყველაფრით და აი რა გაქვთ ხოლმე რაღაც ახალი მოფიქრებული, იმიტომ რომ ძირითადად ვიცით ახლა ქორწილებში ყვავილებს რა ადგილი აქვს ხოლმე რომ მიართვენ, მე სადღაც გვერდზედებენ ან იქვე ლანგარში აწყობენ ხოლმე და აი გაფორმებას ამ ყვავილებს უკვე თვითონ ანაწილებენ სტუმრებს რაც მოგვთ. ჩვენ იქამდე ვალამაზებთ დარბაზს. ყველაზე უფრო გვიყვარს, როდესაც მოდიან და გვეუბნებიან ჩვენ მოგწონს, თქვენ როგორ მუშაობთ და გაგვიკეთეთ რაც თქვენ გინდათ, ხო? აი ამ დროს ვაკეთებთ ისე როგორც გვინდა და გამოდის ну ჩვენ მგონია პრობლემები და მაშინ როგორ გინდათ? რომ აი როგორ ისურვებდით რომ ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სატკეთდება რა დროს ანუ წელიწადის რა ყვავილები გაქვს ფერებსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პატარჟლის კაბოის ფერს აქვს მნიშვნელობა ძირითადად ყველას ერთ ტიპს ხო ქონია რაიმე იყოს შეწყობილი რა ეს ერთმანეთთან კარგია რომ თქვა გაიაროს პატარძალმა კონსულტაცია და გვაკავშიროს ერთმანეთს წითელი კედლები თუ არის დარბაზში ხო ვერ გააკეთებთ რაღაცა ხო ესეთ ყვავილს ამიტომ ესეც გასათვალისწინებელია რა თქმა უნდა სატკეთდება და იცით რა მაინტერესებს აი ჩემთვის მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანია ალტერნატიული სივრცეები აი ძალიან იმიტომ რომ მე მგონია რომ გადამწყვეტი როლი აქვს სატკეთდება ეს მე მარტო ბუნებას არ გულისხმობ ახლა ბუნებაში გასაგებია მაგრამ აი სატკეთდება ქორწილი შემიძლია გითხრა კი ბატონო ესე იგი ჩვენ ეს ალტერნატიულ სივრცეს რო ვეძებდით ანუ რომ შერწყმული იყოს ერთმანეთში თავშეთ ის კლასიკაც რაც შეიძლება რომ უფროსებს უფრო აინტერესებდეთ უფრო თანამედროვე ახალგაზრდა მიმართულებით და ბაღიც ესეთი სივრცე აღმოჩენთ არის ვარდების ბაღი სადაც ჩვენ ვაკეთებთ ახლა ფესტივალს იქ არის გარდენ ჰოლი რომელიც აღმოჩნდა უნიკალური ამ ჩვენი ფესტივალისთვის ტერიტორიულად აღმაშენებელზე არის და ანუ ბაღში გვაქვს გაკეთებული ვარდების ბაღს სხვა სახელით ვიცნობ და იმიტომ დავიბენით ახლა ვარდების ბაღი ეგ არის სივრცე გონია რომ ხარ ბუნებაში ხარ დიდი ხანი ანუ ის ყველაფერი გაკეთებულია აუცილებლად ძალიან გალამაზებულია თვითონ დარბაზიც არის არაჩვეულებრივი იმიტომ რომ არის ძალიან მაღალი გოფილექტის ახლა გამახსენდა ეგრეთ წოდებული გოფილექტის ბაღი და იქ შეიძლება რომ დავუშვათ გარეთაც გაკეთდეს მუსიკა განათება იქ არის პატარა აუზი ოქროს თევზებით არის ესეთი ჰოლივით შეიძლება იქ არის ალტერნატიული სივრცე გულისხმობთ რომ არის შეიძლება იქ ფოტო გამოფენები ჩატარდეს როგორც დავუშვათ ხო ფენენ ხომე ქორწილებში რაღაცა ბავშვების ფოტოებს ან რაღაცებს როგორც და სხვანაირად და ეს დარბაზია სადაც არის უფრო უფროსებიც აინტერესებს და ფანტასტიკური სივრცეა იმისთვის ეს ყველაფერი გაკეთდეს. ერთი რამ აინტერესებს ახლა მაყურებელი შეიძლება გვისმეს და ფიქრობს ეხლა მე მიწავიდე იქ ბუნებაში იქ რანაირად მივიტან საჭმელს იქ პრობლემებია ჭურჭელი 1000 რაღაცა აი ამისთვის არსებობენ ივენტ კომპანიები რომლებიც აკეთებენ ამ ყველაფრის ორგანიზებას იმიტომ რომ ნებისმიერ ინფორმაციას ფლობენ ვის უნდა მიმართოთ რა შემთხვევაში როგორი მიმართულებით ფლობენ ეს უკვე ივენტ კომპანიები ამ ყველა ინფორმაციას
და კამპანიაზე იქნება წარმოდგენილი ეს ივენტ კომპანიები, დეკორატორები, კონდიტერები, სასტუმროებიც არის არაჩვეულებრივი სივრცეები, იმისთვის რომ გაკეთდეს დაუშვათ დაუვიწყარი ქორწილები და ეს კომპანიები წარადგენენ. კამპანიაზე პატარძალი გჭირდებათ? ჩვენ ყავს. უკვე მოყვებოდეს თელამ ყველაფერს პატარძალი, ხო შეიძლება? შეკვეთით. ქორწილი პატარძალი რომ მოყვება. მთელი ეს მე დიდი მადლობა. გასილამაზე კაბამაც შეაფერხსაცმელი. ამ კაბის და ეცვა სამწუხაროდ ეს არ გავთვალისწინეთ. ეცვა ბოტასები ფეხზე და ეს ხო ძალიან ორიგინალური და ხდებოდა. კარგი გამოვიდა ძალიან. ძალიან გიხდება. ქრისტინეს ძალიან უხდება. მე კმაყოფილი ვარ. მე მაინც ვიდა ქრისტინე ულამაზესი ხარ, გამორჩეული ხარ. გამორჩეულად და არა, გამორჩეულად მინდა გელაპარაკო და ეს მინდა რომ შეინარჩუნო და მალევე მინდა რომ სულ ესე ვიარო იზრუნე ჩემ ჯაცმობაზე ყოველ დღე ძალიან მომწონს მეიქაპი. დიდი მადლობა ანუკა. მინდა დაუბრუნე და იმ სტენდს, რომელიც იქნება წარმოდგენილი ამ გამოფენაზე. სალომე. ჩვენ ანუ ორი სტენდით გამოვდივართ. ერთი არის ჩვენი საკუთარი, მეორე კომპანია ბორჯომის, რომელიც არის ამ გამოფენის და ფესტივალის წამდგენი და ანუ ჩვენი სურპრიზია ბორჯომისაც და ნაწილობრივ სურპრიზი, მაგრამ გვინდა რომ გავაცოცხლოთ მე-19 საუკუნის ბორჯომი და მგონი ორიგინალური იქნება ინსტალაციით. საინტერესო მომწადეთ. ჩვენ ღონისძიებაზე ბოდიში ჩავერთები გვაქვს ორი მთავარი დეკორაცია, ინსტალაცია, რომელიც არის გრანდიოზული, ერთი არის ბორჯომის წარმოდგენილი შერწყმული ამ ჩვენს ფესტივალთან დაკავშირებით და მეორე ალტერნატიულ სივრცეში გვაქვს Samsung-ის ინსტალაცია, რომელიც არის გენერალური სპონსორი ამ ფესტივალის, ვეცადეთ ცოტა განსხვავებული ყოფილიყო და გავაკეთეთ ესეთი უცნაური ინსტალაცია, იმიტომ რომ თემა ქონდა საინტერესო, რაღაც ტელეფონების თემაა და მესი და შარაპოვი არიან ამ ტელეფონების სახეები და ჩვენ გავაკეთეთ ამ სტენდში ასეთ შევაწყვილეთ ესე. და ჩვენ მაინც გავაკეთეთ. რაც სარკების კუბებია, ვიდეო პროექციებია მინათებული. და ესეთი აბსოლუტურად განსხვავებული ინსტალაცია, რაღაცა ესეთი სხვა ფერებში გაკეთებული და ეს ორი სხვადასხვა, ანუ ამის სხვა მინდოდა რომ შემოხვალთ ჩვენთან, ესე იგი თავიდან არის აბსოლუტურად სხვა რეალობაში ხვდებით, სადაც არის ეს ალტერნატიული სივრცე, მე შევდივართ დარბაზში და იქ აბსოლუტურად კლასიკაა შენარჩუნებული და ანუ ამით ის გავაკეთეთ, რომ არავის არ ვაწყენია. იცით რა, ვინმე ქორწილი რო გადაიხადოს და მესის და შარაპოვას მაგივრად თვითონ იყვნენ და ეს ინსტალაციები რო გამოიყენოთ, ეს ზუსტად მაგისთვის გავაკეთეთ, რომ ესეც შესაძლებელია, ესეც, იმიტომ რომ ძალიან უცხო და ძალიან ლამაზია და ჩვენ თუ არ ვაჩვენეთ ეს ყველაფერი, ანუ ადამიანები იმას ქმნიან, როგორ გაიგებს დაუშვათ მომხმარებელი რა უნდა. მოკლედ აუცილებლად უნდა მოვიდნენ, იმიტომ რომ ეხლა მოდი ზუსტად ქორწილების თვეები. მოგზანდით. ესე გაზაფხულზე და ვისაც უნდა აი ჩვენი არის იგი ფესტივალი არის 14-ში, ცოტა დახურულ სივრცეში კეთდება 14-ში, მაგრამ 15-ში 15 თებერვალს ყოველთვის ღია არის ეს ვარდების ბაღი, მოგზანდით დაათვალიერეთ ჩვენი არაჩვეულებრივი სტენდები, კომპანიები, რომლებიც ძალიან ეცადნენ რომ ფანტასტიკურად წარადგინეს თავისი თავით. გელოდებით. მგონი ცოტა დრო კიდევ გვაქვს. ანუკა გახსენდება რაიმე ძალიან ისეთი ორიგინალური მოთხოვნა პატარძლის კლიენტის მხრიდან საქორწილო მეიქაპთან დაკავშირებით. აი მე მინდა ვიყო ვამპირი. მე იშვიათობა, ძალიან იშვიათია რომ იყოს ესეთი ორიგინალური და რაღაც გადაწყვეტილება იყოს რაღაც სხვანაირი, მაგრამ მე მყოლია თეორი ისეთი დამამახსოვრდნენ პატარძლები, როცა მოუნდათ რაღაცა გეძბის პერიოდის ჩაცმულობა, მაკიაჟი, თმა და ცოტათი მე მიხარია ხოლმე როცა არღვევენ რაღაცა აი ამ სტერეოტიპებს, იმიტომ რომ ცოტათი არ იყოს დამღლელია, რომ იცი რომ პატარძალი მოდის უკვე იცი რაც უნდა. მე მგონი ახალგაზრდებს რაღაცა ალტერნატიული ვარიანტები უნდა გქონდეთ. რა ვიცი, მე დიდი სიამოვნებით ესე მიმუშავებდი. და მათ შორის მე მინდა დავამატო რომ ვარცხნილობაშიც ალტერნატიული ხედვა გვჭირდება საქორწილო ვარცხნილობაში. მათ შორის მეც ვიყავი თავის დროზე ამ ის მსხვერპლი, იმიტომ რომ ესეთი ვარცხნილობა მქონდა როგორც ყველა პატარძალს და დღეს რო უყურებ
ვფიქრობ ფოტოებს არ მომწონს და რომ ჩემს მეუღლეს ეუბნება და ახლა რომ მქონდეს ქორწილი, კაბაც ხონერი მექნებოდა, ვარცხნილობაც და საერთოდ ყველაფერი თქო. ეხა გიყურებს და მე შეკეითი. მიიღებ მაგის ხო იცის რომ გიშტები დახოს. კარგით. ძალიან დიდი მადლობა რომ მოგვედით. ჟევიჭი ეს კაბა ისე მომწონს რომ თოჯინა მგონია ჩემი თავი. არ გავიდეთ რა რეკლამა. გავიდეთ, უნდა გათხოვდე და გავიდეთ. ვინც აპირებს გაზაფხულზე უკვე თუნდაც ეხლა ან შემდეგ დაქორწინებას და ქორწილს რომელიც უნდა იყოს მთელი მისი ცხოვრების ყველაზე კარგი გასახსენებელი, საინტერესო და არა მარტო მას ახსოვდეს როგორც არამედ სტუმრებმაც რო ისაუბრონ და ილაპარაკონ, მიმართეთ ამ არაჩვეულებრივ ადამიანებს. გვენდეთ ამ გოგოებმა ხო ორი კვირა მოკლედ ძალიან გაგვალამაზეს, რომელსაც შეხვდებიან. იდეების გაცვლა, გამოცვლა, კონტაქტების გაცვლა და ასე შემდეგ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ხო და გადაიხადეთ დაუვიწყარი არასტანდარტული და სტანდარტული კარგი, მაგრამ უფრო მგონია რომ მოვიდა დრო, როცა ეს ყველაფერი უფრო სხვანაირად გააკეთო. უფრო შემოქმედებითად. არა, მაგრამ მაინც სტანდარტულიც კარგი. სტანდარტული. ძალიან დიდი მადლობა. ანუ დიდი მადლობა. ძალიან გემრიელი იყო.